როგორ იქცა თბილისი, რუსული ფულის სამრეცხაოდ შაბათის ფორმულამ დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა. მილიონობით რუბლის საზღვარზე არალეგალურად შემოდის, მოსყიდული საბაჟოს გავლით საბოლოოდ კი კრიპტოვალუტად კონვერტირდება. ამ კვალზე გამომძიებელი ჟურნალისტები გავიდნენ, გადაცემამ შექმნა ყალბი პერსონა და ასე ხაფანგში შემოიტყუა ადამიანები, რომლებიც თბილისს ოკუპანტის ფულის გათეთრების ადგილად აქცევენ. რას აკეთებს ამ დროს ოლიგარქის მთავრობა? შაბათის ფორმულას ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ოცნების მაღალჩინოსნები ამ სქემას ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევენ. შაბათის ფორმულას წამყვანი ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გვეტყვის მეც ამ სკანდალური გამოძიების შესახებ. დავით, გისმენთ. საღამოშიდობისა ლუკა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და პირდაპირ ჩართვისთვის. ვიტყვი იმას, რომ ამ საგამოძიებო მასალს არ ყავს ერთი ავტორი. ამ გამოძიებო საკმაოდ მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიების ავტორია კლიანტ გადაცემის რედაქცია. აბსოლუტურად ყველა ადამიანი ვიყავით ჩართული, ვინც აქ მუშაობთ, სულ 10 კაცი მუშაობთ. და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, შეიძლება ცოტა უფრო მეტი დროის განმავლობაში დავსახეთ საკმაოდ ისეთი გეგმა, რითიც შევძლებდით, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში უნდა შემოგვეტყუებინა, ისინი არ დაეჭვებულიყვნენ. ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება, რომელსაც დღეს გადაცემის მიმდინარეობისას მაყურებელს შევთავაზებთ. ერთი ეპიზოდი ეხება ადამიანს, რომელსაც აბარია, ასე ვთქვათ, საზღვრებიდან, ეს არის ლარსი და თურქეთის საზღვარი, შავი ფულის შემოტანა, რომელიც შემდეგ თბილისში, ასე ვთქვათ, თეთრდება და ირეცხება და ამ ადამიანს შემოვიტყუებთ ჩვენ გამოძიებაში და ის ყველაფერს დაგვიდასტურებს, დაგვთანხმდება აბსოლუტურად ყველაფერში და ამავე გამოძიების ამ ეპიზოდში მაყურებელს დავუდასტურებთ, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის თავგასულობა, ის პირდაპირ კავშირშია მაღალჩინოსნებთან. და თუ რატომ ცხადი ამ დეტალებს არ გავარკვევ, სწორედ აი ეს ეპიზოდი მონტაჟდება ახლა ჩვენს ერთ-ერთ სტუდიაში და როგორც გითხარით, ამ საგამოძიებო რეპორტაჟის ავტორია ყველა, მათ შორის გადაცემის ამ სიუჟეტს თაზო რა გამოარჩევდი აი ამ მასშტაბური გამოძიებიდან შენ, რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ვინაიდან რადგანაც ძალიან ცოტა დრო არის ეთერამდე მაყურებელს შემიძლია ერთ-ერთი რამ უთხრა, რომ ბოდიში მოუხადო, იმიტომ რომ ძალიან გრძელი რეპორტაჟი იქნება, თუმცა მე რო ვიყო მაყურებელი, აუცილებლად დავალდებოდი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის და ჯობია რომ დაელოდნო და ნახონ რა მოვიპოვეთ იმისათვის, რომ შავი ფულის სამრეცხაო გაგვეშიფრა. მადლობა, აღარ მოგაცდენთ და როგორც გითხარით, მეორე ეპიზოდსაც გთავაზობთ ზუსტად 8 საათზე, ეს უკვე ეხება კრიპტოვალუტის გარეცხვას და გათეთრებია. კრიპტოს უნდა ჰქონდეს ლეგალური ბრუნვის უფლება და საშუალება, როდესაც დავადასტურებთ, რომ ირეცხება შავი კრიპტოვალუტა, რომელიც სანქცირებული ადამიანების ან სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნის. კიდევ ერთი ადამიანი შემოვიტყუეთ ჩვენს გამოძიებაში, ამჯერად ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ, რუსეთის მოქალაქე, რომელიც აქ ყველაფერში დაგვიდასტურა, დაგვთანხმდა, რომ მილიონობით შავ სერ, რუსულად, ქართულად რუხ კრიპტოვალუტას დაგვიხურდავებდა. ქეთი, შენ რას გამოარჩევდი, ის ამ წუთებში ამონტაჟებს ამ რეპორტაჟს ჩვენს გამოძიებაში, მაყურებელს მოკლედ რომ ვუთხრათ. სანქციების ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ცალსახად, იმიტომ რომ ფაქტობრივად დასტურდება სანქციების გვერდისავლის მცდელობები. ეს არის ჩემი აზრით აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ მოხდა და ხდება კრიპტოს გათეთრება და ამას ადასტურებს ძალიან ბევრი ანგარიში, რა თქმა უნდა, რომ კრიპტო გამოიყენება როგორც ასევე სწრაფი გადარიცხვებისთვის, ძალიან ხელსაყრელია ბიზნესისთვის, ამავდროულად მას იყენებენ კრიმინალები და ასევე ფულის გათეთრების მიზნით დამნაშავე ჯგუფები. და ამ ყველაფერს და არა მხოლოდ ამას ჩვენს მაყურებელს დღეს დანამდვილებით და დადასტურებლად უჩვენებთ. მადლობა ლუკამ და თხოვ მაყურებელს, რომ დღეს აუცილებლად უყურონ გადაცემას შაბათის ფორმულა.